კახური ბარაქის დაბრუნება გიორგი წმინდის კარმიდამოში ამ სახელწოდების ღონისძიება გაიხსნა ეთნოგრაფიულ მუზეუმში. დღეს რამდენიმე საათით მუზეუმში მე-19 საუკუნის კახური ყოფა ცხოვრება გაცოცხლდა. პროგრამის მიზანია საქართველოს ხალხური ტრადიციების აღორძინება, შენარჩუნება და მისი ხელმისაწვდომობა ნებისმიერი დამთვალიერებლისათვის. ჩვენ ვიმყოფებით კახეთის კარმიდამში და ვახდენთ კახელი კაცის აღმოსავლური კულტურის მთლიანობაში წარმოდგენასა და ერთი ოჯახის ყოფა-ცხოვრების გაცოცხლებას. დღეს საზეიმო ღონისძიება კახური სახლი გაიხსნა, დავეხმარეთ ატრიბუტიკის მოწყობაში, ტრადიციული ქართული თონე, კიდე ასევე სხვა ატრიბუტიკა. ზოგადად ამ მუზეუმში წარმოდგენილი ეს ყველაფერი არის ქართული ტრადიციის კულტურის გამოსახულება, ეს არის ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს კარგად იყოს დაცული, შემორჩენილი ტრადიციები. ეს აზიათის ქვეშა მუზეუმი, ესეა საზოგადოებისთვის ცნობილი. აქ გამოყენებულია საქართველოს ყველა კუთხიდან უნიკალური ნიმუშები და ეს დაწყებულია 70-იან წლებში და ნელ-ნელა თანხმობით ეს უნიკალური ნიმუშები გადმოტანილი იქნა და აქ ზონირების მიხედვით იქნა აღდგენილი. აქ გამოყენილია მთელი საქართველო და ნებისმიერ ტურისტს, რომელიც ჩამოდის თბილისში, შეუძლია ერთი დღიანი დათვალიერებით შთაბეჭდილება მიიღოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე.